Good morning, gurus. Welcome to another episode. Amazing day yesterday. დილა მშვიდობისა, გურუ. გუშინ Google-მა მოიპოვა დაახლოებით 6%, ხოლო Amazon-მა თითქმის 14%. მე ვუმატებდი ორივეს, ამიტომ ამ ნაბიჯმა ძლიერი მოგება გამოიწვია. მე ჯერ კიდევ მაქვს დაახლოებით 70% ნაღდი ფულით. ინვესტირებული ნაწილის უმეტესი ნაწილი კონცენტრირებულია Google-ში, Alibaba-სა და Amazon-ში, რომლებიც ამჟამად ჩემი სამი უმსხვილესი საფონდო პოზიციაა. Alibaba also had a massive pump. Amazon, and now I'm building, and I've got smaller positions in Apple, TSM, Foxconn. მე ასევე ვიკავებ უფრო მცირე პოზიციებს Apple-ში, TSM-სა და Foxconn-ში, უფრო დიდ Nvidia-ს პოზიციაზე და ვაშენებ Bitcoin-ის პოზიციას. გილოცავთ ყველას, ვინც მიხვდა, ანისწავლა ამ გარიგებები. ჩემი Bitcoin-ის ორდერი გუშინ გააქტიურდა $62,400-თან ახლოს. გამოიწერეთ, დაალაიქეთ და ჩართეთ შეტყობინებები. თუ ეს ნამუშევარი გეხმარებათ მოგებაში, გთხოვთ გაავრცელოთ მშვიდობის გზავნილები და დაიცავით ბუნება, ცხოველები და ერთმანეთი. Push messages of peace, protect the nature, the trees, the animals, and each other. Let's jump into technicals for Bitcoin now. საკურადღებო სია აჩვენებს განსაკუთრებულ სესიას. Samsung-მა მოიპოვა დაახლოებით 26%, Amazon-მა დაახლოებით 15%, Google-მა 6% და Alibaba-მ დაახლოებით 5%. ეს არის ჩემი ყველაზე დიდი ჰოლდინგი. ნავთობი ასევე გაიზარდა დაახლოებით 4-დან 5%-მდე, რაც შეიძლება ასახავდეს ირანთან დაძაბულობის ესკალაციას და შეიძლება უარყოფითი იყოს ფართო ბაზრისთვის. Meta, Foxconn და Nvidia ასევე დაწინაურდა და მე დავამატე Nvidia. Tesla მოიგო დაახლოებით 0.7%. Bitcoin-ი დაეცა დაახლოებით 2.9%-ით, ხოლო Apple-მა დაიკლო დაახლოებით 7%-ით. მე დავამატე Apple Simple Back-ზე. Bitcoin-ი ვაჭრობდა 62,000-მდე, როდესაც ჩემი Bybit ორდერი გააქტიურდა. Bitcoin-მა მიაღწია დაახლოებით $62,300 და ჩემი პოზიცია გაზარდა 2 Bitcoin-მდე. ეკრანმა აჩვენა არარეალიზებული ზარალი $2,700 მახლობლად, სანამ ფასი 63,000-მდე აიწია და კვლავ ქრებოდა. ჩემი შემდეგი შესყიდვა არის დაახლოებით 6600, ხოლო ლიკვიდაციის დონე 56,000-ზე დაბალია. თუ ფასი კიდევ დაეცემა, მე ვაპირებ ლიკვიდაციის დონის დაწევას და პოზიციის ეტაპობრივ აშენებას. And you can see the remaining trades I have. This is now a $125,000 Bitcoin trade, negative about 4K in total with unrealized. Bitcoin-ის მთლიანი პოზიცია დაახლოებით $125,000 შეადგენს და მთლიანობაში დაახლოებით 4,000-ით დაეცა ნაჩვენებ დროს. ყოველკვირეულ გრაფიკზე Bitcoin-ი ვერ ახერხებს დაღმავალი სამკუთხედიდან გამოსვლას. უფრო ღრმა მხარდაჭერა მდგომარეობს 47,000-თან ახლოს, თუმცა ეს შეკუმშვა შეიძლება კვლავ გაზარდოს, თუ ფასი საბოლოოდ გაიზრდება. So let's see if Bitcoin can rally. Weekly stochastic is turning down. Oversold. RSI is heading down further. კვირეული იმპულსი სუსტდება, სტოქასტური მცირდება, RSI ეცემა და შეკუმშვის მაჩვენებელი მხოლოდ 2 მწვანე კვირის შემდეგ ბრუნდება წითელისკენ. ყოველდღიური სტოქასტური წყლებულობს. შემდეგი ძირითადი მხარდაჭერისა და გაფრთხილების ზონა დღიურ ჩარტში არის დაახლოებით 58,000 და გარღვევის მცდელობა ამჟამად უარყოფილია. Getting rejected from that breakout potential but resistance. On the daily we are already oversold, but it's heading down faster. On the 4-hourly დღიური გრაფიკი უკვე გადაჭარბებულია, ხოლო გუშინ ნაჩვენები 4 საათიანი მზარდი გაფართოების ზოლი, როგორც მოსალოდნელი იყო, დაღმა იყო. ამ კლებამ გააქტიურა ჩემი ორდერი 62,300-თან ახლოს. მე მაქვს დამატებითი ეტაპობრივი ორდერები დაახლოებით 65,558,000 და გავაგრძელებ პოზიციის მშენებლობას. ახლა მოდით მივმართოთ Amazon-ის 15%-იან ნაბიჯს. I will build that position. Let's go into Amazon 15% in one day.
on absolutely amazing earnings, close to its all-time high 279. It went from in one day. Amazon-ი გაიზარდა დაახლოებით 239-დან $271 ერთ სესიაზე შესანიშნავი შემოსავლის შემდეგ და უახლოვდება თავის ყველა დროის მაქსიმუმს 279-თან ახლოს. ადგილობრივი დაბალიდან, სადაც ჩვენ ვიყიდეთ 7 ივლისს, აქციები დაახლოებით 20%-ით გაიზარდა. აქციას მხარი დაუჭირა ფუნდამენტურმა ფაქტორებმა, ხოლო ნაჩვენები ფასი მოგების კოეფიციენტი 18-თან ახლოს დარჩა. Meaning it will take 20 years of its earnings to equal its price. 20 years of its earnings to equal its price. And the golden ratio ფასი მოგების თანაფარდობა ადარებს აქციის ფასს წლიურ მოგებასთან. დაახლოებით 20 თანაფარდობა ხშირად განიხილება როგორც სასარგებლო საცნობა რო წერტილი სექსუალურ ხარისხის კომპანიისთვის. გაცილებით მაღალი შეფასებები მოითხოვს სამომავლო ზრდის ძლიერ მოლოდინს. მაგალითად, ტესლა ოდესღაც ვაჭრობდა 390 თანაფარდობის მახლობლად და ჯერ კიდევ დაახლოებით 200 დია, ამიტომ მისი შეფასება გაცილებით მაღლა რჩება ამ საორიენტაციო წერტილზე. Still very high, 10 times the golden ratio. It's too overvalued. So the sweet spot or the golden ratio is the 20 golden ratio. Not too undervalued where people don't want it, they think it's very valuable. Amazon-ის კოეფიციენტი 18-თან ახლოს არის 20 ჯერ მითითებასთან. ბაზარი უხდის კომპანიის მიმდინარე შემოსავალს დაახლოებით 18 წლის განმავლობაში. ეს არ არის არც უკიდურესად დეპრესიული შეფასება და არც ძალიან დიდი პრემია, რომელიც ჩანს უაღრესად სპეკულაციურ აქციებში. ამგვარად, ბოლოდროინდელმა ძლიერმა შედეგებმა აქციებს მკვეთრად გადაფასების შესაძლებლობა მისცა. And 77 billion for the entire year last year of 2025. This year, just in the last 4 months, ეკრანზე ნაჩვენებია Amazon-ის წლიური შემოსავალი 716, 92 მილიარდი დოლარის და წმინდა შემოსავალი დაახლოებით 67 მილიარდი. მისმა ბოლო კვარტალმა გამოიმუშავა დაახლოებით 200 მილიარდი დოლარის შემოსავალი. ეს განსხვავებული ზომებია, ამიტომ კვარტალურ შემოსავალს არ უნდა ვუწოდოთ წლიური მოგება, მაგრამ კვარტლის მასშტაბები და ზრდა ხსნის ბაზრის ენთუზიაზმს. კვირეული იმპულსი ასევე მაღლა იწევს გადაჭარბებული გაყიდვის პირობებიდან. You can see I have 106,400 followers on X, and this is where I bought Amazon talking about. მე გამოვაქვეყნე ჩემი Amazon-ის შესყიდვისა და შეფასების დისკუსიაც 7 ივლისს. Google-მა, ჩემო უმსხვილესმა ჰოლდინგმა, ასევე მოიპოვა დაახლოებით 6 აგვისტო% და ახლა დაახლოებით 13%-ით აღემატება მის ბოლო დაბალ $315. დიაგრამაც ააგავს დიდი ხარის დროშას, ამიტომ მოძრაობა შეიძლება გაგრძელდეს, თუ გარღვევა გაგრძელდება. Which is amazing. I also see a mega bull flag here. Pole and flag. So Google could really run. And Google, the same reason why it's bouncing. Google-ის საფუძვლები ასევე რჩება ძლიერი. აქციის შემდეგაც კი მისი ნაჩვენები ფასი მოგების თანაფარდობა არის დაახლოებით 16. ნაჩვენები წლიური მაჩვენებლები დაახლოებით 402.96 მილიარდი დოლარის შემოსავალი და 122.17 მილიარდი წმინდა შემოსავალია, რაც Alphabet-ს ათავსებს მსოფლიოს უდიდეს და ყველაზე მომგებიან ტექნოლოგიურ ბიზნესებს შორის. Highest revenue companies in the world, Amazon and Google. 402 billion in revenue, 132 billion profit. And then last quarter, meaning the last Google-ის ბოლო კვარტალში შემოსავალი დაახლოებით 112 მილიარდი დოლარი იყო. ისევ და ისევ ეს კვარტალური შემოსავალი არ არის იგივე, რაც წმინდა მოგება, მაგრამ ეს აჩვენებს მნიშვნელოვან ზრდას. ძლიერი კვარტალი გვეხმარება იმის ახსნაში, თუ რატომ რჩება ნაჩვენები შეფასება 16-თან ახლოს, მიუხედავად იმისა, რომ აქცია გაიზარდა დაახლოებით 13%-ით მისი დაბალიდან და 6%-ზე მეტი ბოლო სესიაზე. Huge gains, congratulations everyone. Samsung, Amazon, Google. I wanted to buy more Samsung. Samsung-მა ასევე გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი. მეტის კიდვა მინდოდა, როდესაც ის შეეხო 200 დღის მოძრავ საშუალოს, მაგრამ გამოტოვა შესვლა. საერთო ბაზრის დაკვირვება არის ის, რომ ძლიერი კომპანიების კიდვა ამ გრძელვადიან საშუალო მაჩვენებელთან ახლოს შეიძლება აღემატებოდეს უფრო ფართო ინდექსს. Samsung-ის შემდგომში ამ ტერიტორიიდან დაახლოებით 40%-ით გადახდა. Wow, Samsung cleaning up. That's my updates in the market. In the Elite Plus AI Traders group, we've got a new person joining. BNB went long Grok 420. Grok 4.5 went long on SpaceX. Now SpaceX $109. Already dropped 50% from its all-time high. Elite Plus AI Traders ჯგუფში ბოლო მოდელის სიგნალები მოიცავდა ლონგებს SpaceX, Google, Bitcoin, Ethereum და Nvidia-ზე.
Google-ის ერთი გარიგება დაიხურა მოგების შემდეგ, ხოლო მეორე წევრმა განაცხადა, რომ ბიტკოინის ძლიერი მოკლევა. ეს არის მოდელების მიერ გენერირებული ან საზოგადოების ვაჭრობის მაგალითები და არა გარანტიები. ჩემი საკუთარი Google პოზიცია გაიზარდა როგორც გუშინ, ასევე წინა დღით. Google long hit 3%. You can see all the take profits. And Nvidia Gemini 3.1 went long, which is amazing in the Elite Traders Group. You can join all of this down below. Bybit 30K bonus, WeX $200 bonus, KYC fee. KYC you can trade free. You can trade from anywhere. Bybit is my favorite exchange for trading. ქვემოთ მოყვანილი ბმულები მოიცავს Bybit $30,000-მდე ბონუსით, WeX $200 ნოქიკ ბონუსით, უფასო Telegram-ის საზოგადოებას, Elite Traders ჯგუფს და კრიპტო და საფონდო კურსებს. საზოგადოების წევრმა ასევე აღწერა Apple-ის მიღწევები. მისი დახევის შემდეგ, Apple ეკრანზე დაახლოებით $308 იყო. Even with this pullback yesterday, it's $308, which is amazing, and amazing gains on this day yesterday. Let's hope the Iran war ceasefire. Trump seems stuck with the Iran war. He attacked the Persian Empire, and the Persian Empire is not. იმედი მაქვს ირანთან დაძაბულობა ცეცხლის შეწყვეტისკენ წავა, მაგრამ კონფლიქტი ამჟამად ესკალაციას განიცდის. გთხოვთ ილოცეთ და იბრძოლეთ მშვიდობისთვის. გამოიწერეთ, დაალაიქეთ და ჩართეთ შეტყობინებები. გილოცავთ Samsung-ში, Amazon-ში და განსაკუთრებით Google-ში გადაადგილებას. თუ ეს ცოდნა გეხმარებათ მოგებაში, გახდი მშვიდობის მაცნე. მშვენიერი დღე გქონდეთ და ხვალ გნახავ.